ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ ეს სახალხო სამზადისში ჩაგვრთეთ და მოდი ახლა გითხარით და მოგვიყევით, გვიამბეთ, როგორია თქვენი სახალხო განწყობა, აქ უკვე ნაძვის ხეს ხედავთ თქვენს სივრცეში და როგორც მივხვდი, უკვე ეს განწყობაც არის თანაი თქვენი შვილიშვილიც გვეხმარება იმ საკითხში, რომ რაღაცნაირად დავალაგოთ, მოვრთოთ თქვენი ეს ულამაზესი სივრცე. მოდით ახლა მოგვიყევით, როგორია თქვენი სახალხო განწყობა. სახალხო განწყობა ზოიტყვიან ვემზადებით ახალი წლისათვის და ყოველთვის როგორ არის, როცა ახალი წელი მოდის, რაღაც ეს არის სიხარულის, მატებულობის განწყობა არის. კარგი რაც ვერ მოასწარე გაგეკეთებინა ამ წელს, რომ მომავალ წელს გაგეკეთებინა და კიდევ უფრო ახალი რაღაცა გაგეკეთებინა და მეტი სტიმული გაქვს. რამდენი წელია ემსახურებით ამ სამედიცინო მიმართულებას გულისხმობ ბუნებრივად თქვენს პროფესიას. მოდით ახლა გითხარით, აი ამ ყველაფრის მიღმა და აი ამ დატვირთული გრაფიკისა, რამდენად ახერხებთ მაგალითად აი განსაკუთრებულ დღესასწაულებზე, საოჯახო საქმეებში ჩართვას, ანუ მაგალითად ახალ წელს. ვცდილობ რომ როგორღაც ჩავერთო, იმიტომ რაღაც ჩემი წვლილი შევით, ანუ თქვათ იგივე ნაძვის ხის სათამაშოების შერჩევაში, საჩუქრების შერჩევაში, რომელიც თოვლის ბაბუამ უნდა მოიტანოს. მოდით ახლა დაგვათვალიერებინეთ ეს არაჩვეულებრივი ნაძვის ხი. თქვენ ააწყვეთ? არა, მარტო მე არა ვაწვე. აბა, ვინ ააწყვეთ თქვენ? კესანე ჩემი შვილიშვილი მომეხმარა მის აწყობაში. განსაკუთრებული ახალი წელი. რაიმე თუ გახსენდებათ აი ამ მიმართულებით, რომ უამბოთ ჩვენს ტელემაყურებელს. განსაკუთრებული ახალი წელი ალბათ მაინც ყველა ვარიანტში კესანეს დაბადების წელი იყო. ეს არის კესანე რომელი წელი იყო? 2016 წელი. და ის წელი დამახსოვრეთ, რომ ესეთი მშვენიერი არსება დაიბადა და მოკლედ კესანე ძალიან მაგარი გოგო არის. მიხალისებს ცხოვრებას. რამდენად ხართ ხოლმე აი კესანის ცხოვრებაში ჩართული? ვცდილობ რომ თუ მაქვს საშუალება რომ მე წავიყვანო, წამოიყვანო. როგორია თქვენი ოჯახური ტრადიცია ახალ წელს? ზოიტყვიან ყოველთვის ახალი წელი ისეთი წელი არის, რომ სტიმულის მომცემი წელია და რო თქვათ რომ ყოველ წელიწადს ალბათ რაღაცა სიახლეები არის და კიდევ ერთხელ ვუსურებ რომ კარგი სიახლეები იყოს და კიდევ ერთხელ რომ ვისურვებ რომ ხა გამომდინარე ჩემი სპეციალობიდან ექიმობა ხო ექიმობა პრივილეგია არის დაეხმარო და მოარჩინო რომ იტყვიან პაციენტი და ვუსურვებ ნაკლები პაციენტები რომ ისეთი პაციენტები იყვნენ რომელიც რეაბილიტაციის პერიოდში არიან და ჯანმრთელები არიან მიმართულებები არის სამედიცინო რომელიც უნდა უფრო წარმატებული უნდა იყოს და კიდევ უფრო რაღაც სიახლეები კოლეგებთან სიახლეები და ჩავერთო ამ სიტუაციებში რომ მათთან ერთად იყოს. აუცილებლად გაგვიზიარეთ სახალხო სამზადისის შესახებ. რაიმე განსაკუთრებული ტრადიცია თუ გაქვთ ოჯახში? მეკლე ვინ უნდა იყოს და მეკლე 12 საათი რო შესრულდება ხოლმე კესანე გარეთ გადის და შემოდის და პირველი მეკლე მაინც ოჯახში ის არის. კესანე წელსაც აპირებ თქვათ გარედან შემოსვლას, რომ მეკლეს როლი შეითავსო. მე როგორც ვიცი, ბატონ რევას გაბრიაძეს ძალიან უყვარდა ახალი წელი და ძალიან მნიშვნელოვანია ერთი შტრიხი ის რომ თქვათ თქვენ ახსენეთ, როგორ საიდან იცნობდით მას? მოდით ჩვენს ტელემაყურებელსაც უამბეთ და აუცილებლად გვაჩვენეთ ის ნამუშევარი, რომელიც თქვენ მან გისახსოვრდათ. ნუ მეგობრობდით მასთან? მასთან მეგობრობდი, ჩვენი დამოკიდებულება იყო ექიმის და პაციენტის, მაგრამ იმდენად ეს გადაიზარდა შემდეგ მეგობრობაში. იმიტომ აბსოლუტურად მენდობოდა, ძალიან უზარმაზარი პიროვნება იყო, ძალიან ისეთი კრეატიული, იუმორით სავსე და ძალიან ახლოს ვიყავით. სხვათა შორის რატომღაც ისეთნაირად გამიმართლა, რომ ჩემი პაციენტები იყვნენ ასევე ოთარ ჭილაძე, რომელიც ძალიან ახლო ურთიერთობაში მეგობრობაში გადაიზარდა, დოჩანაშვილი, გია ყანჩელი, მოკლედ თუ
ჩემთვის ბედნიერება იყო მათთან ურთიერთობის როგორც არა ექიმის ჟურნალისტი, ეს თავისთავად ცხადი არის ისეთნაირად, მაგრამ აქ უკვე ეს ყველაფერი მეგობრობაში იყო გადაზრდილი და მომღერლები ბუბაკი კაბიძე იყო ჩემი პაციენტი. ძალიან ესეთი ჩვენთვის ახალწელს ულოცავდით ხოლმე ერთმანეთს? კი. აი ბატონ ოთართან ძალიან ახლოს ვიყავი და ბატონი ოთარი იყო რაც უზარმაზარი პიროვნება იყო. ოთარი იყო ნობელის პრემიაზეც წარდგენილი, ისე ყველა ეტაპები გავლილი ჰქონდა და ბოლო ფინალში რომ უნდა გასულიყო 4 იყვნენ და მიცეს ეს ნობელის პრემია გერმანელ ჟურნალისტს. მე მგონი აქაც რაღაც ესეთი მიკროპოლიტიკური სიტუაციის ის იყო, იმიტომ როგორც ალექსეევიჩს მიცეს, მე მგონი აი ესეთი ვარიანტით მიცეს მას. საოცარი პიროვნება იყო. აი ძალიან ძლიერი პიროვნება იყო ბატონი ოთარი და ყოველთვის შეიძლება მირეკავდა ერთმანეთს ურეკავდით ვეკითხავ როგორ ახარა ესეთი დოჩანაშვილიც ესეთი დიდი სიტყვით და სიყვარულით იყო რეზო ჩხეიძე გავიცი სადღაც რეზო ამაშუკელი ნიშნიანიძე მაგრამ მე ალბათ რაღაც ურთიერთ ესეთი სიყვარულის და სიკეთის და იმენის დანახვა და ეს შეგვეძლო და როგორი იყო თქვენი ახალი წელი იმ წლებში, როცა ამ ადამიანებს, ესეთ ბუმბერას ადამიანებს იცნობდით? გურამს ძალიან ესეთი უყვარდი და რომ მირეკავდა რომ არ მისულიყავი არ შეიძლებოდა ბატონ ოთართან არ მისულიყავი არ შეიძლებოდა იგივე ბატონ რეზოსთანაც და ახალ წელს. კი აი ეს ნახატი ერთ-ერთი მისახსოვრე ერთ-ერთი მისვისას და ერთ-ერთ წრეში რომ თქვი რომ ბატონ მარეზომ თავისი ნახატი მაჩუქა მეთქი ყველა გაუცდა რომ ეგეთი რამე არ ხდება ცხოვრებაში რომ გაიგოს რომ მისი ნახატი სხვაგან არის მიდის და უკან მოაქვსო და ესე რა ხარ შენ გაჩუქა ძალიან უყვარდიო და მართლა ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა ძალიან ესეთი კარგი წელი იყო მაგალითად 24 წელი რომ მოვიდა ჩემთვისაც ძალიან ესეთი ბედნიერი წელი იყო იმიტომ რომ 23 წელს საპატიო თბილისელად ამერჩიეს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება ენიჭება ბატონ თამაზ მაღლაკელიძეს თამაზ მაღლაკელიძე ექიმი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი პროფესორი სოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რესპირატორულ დაავადებებთან ბრძოლის გლობალური ალიანსის ევროპის რეგიონული თავმჯდომარე, პულმონოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ღირსების ორდენის კავალერი, ეროვნული პრემიის ლაურეატი, ევროპის რესპირატორთა ასოციაციისა და ნიუ-იორკის სამეცნიერო აკადემიის წევრი. და ეს გადმოყვა ეს განწყობები 24 წელს. ესენი ახლა ჩვენ გადავინაცვლოთ ახალი წლის სამზადისზე კიდევ ვისაუბროთ. ესენი როგორია შენი ახალწლო განწყობა? ესეთ ლამაზ ესე ხვდები ესეთ განსაკუთრებულ ფორმაში ახალ წელს? ნუ აი ბალერინის ფორმაში არ ხვდები ხოლმე, მაგრამ მაინც განსაკუთრებულ ფორმაში. ზოგადად თოვლის ბაბუამ რა უნდა მოგიტანოს? რავი, მიყვარს ახალი წელი და ახლა მინდა თოვლის ბაბუამ მომიტანოს რაღაცა აი მუსიკის პლატინი დასავით და კიდე წიგნები და ეგეთ რაღაცები. მე ვიცი რომ საფრანგეთში ცხოვრობდი რაღაც გარკვეული პერიოდი. ახლა უბრალოდ მოგიწია გარკვეული დრო რომ საქართველოში გაატარო. სად უფრო გირჩევი აქ უფრო კარგი ახალი წელი იქ თუ ზოგადად ცხოვრება? რავი, ანუ ახალ წელს ისედაც სულ აქ ხვდებოდით ხოლმე, იმიტომ არ დადაგებია ხოლმე საფრანგეთში და ორივე მიყვარს და ორივეს მაგათი გამონაკლისები და პლუსები აქვს. Allons enfants de la patrie, le jour de gloire est arrivé. Contre nous de la tyrannie, l'étendard sanglant élevé. L'étendard sanglant élevé, entendez-vous dans nos campagnes. მოდით ჩვენს ტელემაყურებელს მიულოცოთ 2025 წლის დადგომა.
დამდეგი და მეც აქვე გილოცავთ სარგებლობის შემთხვევით გილოცავთ დამდეგ 2025 წელს ყოფილიყო ჩვენი ქვეყნისთვის მშვიდობის პირველ რიგში მშვიდობა მსოფლიოს მშვიდობა საქართველოს გილოცავთ მხნეობას ჯანმრთელობას და ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ გისმენთ ჩვენს ვემიდან მთლიანად სრულიად საქართველოს მიულოცო ეს ახალი წელი უსურვო მათ პირველ რიგში ჯანმრთელობა და ჯანმრთელობა არის ყველაფრის საფუძველი ბედნიერება წარმატებები რაც ჩაფიქრებული აქვთ შესრულებოდეთ ეს ყველა ჩანაფიქრი და ჩვენ სამშობლოს საქართველოს კიდევ ერთხელ წარმატებები და ყოველივე სასიკეთო და სასიყვარულო იმიტომ რომ სამშობლოს გარეშე არაფერი არ არის ჩვენ ულამაზესი სამშობლო გვაქვს ულამაზესი ხალხი ცხოვრობს აქ და უსურვოს ყველას ბედნიერება წარმატებები და ბევრი ესეთი ლამაზი დღეები ქონოდათ რომელიც მათ თვითონ ისურვებენ მიულოცეს საქართველოს ახალი წელი ახალ წელს ვლოცავ საქართველოს